23-დან 27 ივნისის ჩათვლით ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში შორამ ზარელუას მემორიალი გაიმართა. შეჯიბრი 8 და 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ხატურად ჩატარდა და მასში 50-მდე მოჭადრაკე მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრების დახურვის დღეს გამოუვლიდნენ პრიზიორები. 12 წლამდე ასაკობრივი ტურნირის პრიზიორები ასე გამოიყურებიან. 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით პირველი ადგილი გიორგი სართანიამ დაიკავა. მეორე მესამე ადგილები გიორგი ნაყოფიამ და ეკატერინე ბეჭვაიამ გაიყვეს. 8 წლამდე ასაკობრივი ტურნირის საპრიზო სამეული ასე გადანაწილდა. 8 ქულით პირველობა ნიკოლოზ შამათავამ მოიპოვა. 7.5 ქულით მეორეზე საბა ქობალია გავიდა. 7 ქულით მესამე ადგილი მიხეილ სიჭინავამ დაიკავა. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასები, მედლები და დიპლომები. მეორე მესამე ადგილის პრიზიორებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. ყოფილი ვარ ჩემი შედეგით მომავალში ვეცდები უკეთესი შედეგი ვაჩვენო. მე მადლობას ვუხდი ჩემ მასწავლებელს ბატონ გოჩათორიასა და ბატონ დავით თულაძეს. ავიღეთ 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და მომავალშიც ვეცდები ასეთივე შედეგები ვაჩვენო. შეჯიბრება მიეწონა 10 განსვენებული მწვრთნელ მასწავლებლის ჟორამ ზარელუას ხსოვნას. მასში 50-მდე მოჭადრაკე მიიღო მონაწილეობა. მოზარდებმა გარდა იმისა, რომ აიმაღლეს სატურნირო პრაქტიკა, მონაწილეობის მიღებით პატივი მიაგეს ჟორამ მასწავლებლის ნათელ ხსოვნას. ბატონი ჟორა წლების მანძილზე ემსახურებოდა მოზარდი თაობის აღზრდისა, დახელოვნებისა და დაუსტატების საქმეს, როგორც ზუგდიდში, ისე წალენჯიხაში. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვისაც ამ ტურნირის ორგანიზებასა თუ ხელშეწყობაში წვლილი მიუძღვის. ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ ამდენი ხნის შემდეგაც, რომ არ ვიწყებთ მამაჩემის 8 წლს და პატივს მიაგებთ მის ხსოვნას. ვიტყვი, რომ ადამიანი მანამ ცოცხლობს, ვიდრე მას იხსენებენ და უყვართ. დიდი მადლობა ყველას ამ სიყვარულისათვის და სითბოსთვის.